რეალურად. პირველ მეტოქეს შავ კუთხეში ნიკა ოსიტაშვილი. ნიკა არის 19 წლის, მისი სიმაღლე 185 სანტიმეტრი. იგი იწონის 64 კილოგრამს. კლუბი არენა 2. ნიკა ოსიტაშვილი მოემართება ხუთკუთხედისკენ. მისი პროფესიონალური რეკორდია კრივში 1 მოგება და არც 1 მარცხი, სამოყვარულოში 1 მოგება, 1 მარცხი. ის არის გიორგი კანდელაკის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. ნოკაუტერია თავისი თქმით. 3 წელია რაც სპორტშია ნიკოლოზი. და უბრალოდ მას მოსწონს თავის ინტერვიუში განაცხადა რომ მას მოსწონს მეტოქეების გათიშვა, ცემა და დომინაცია. კარგი ხასიათით, კარგი აურა შემოიტანა პენტაგონში. და მისი მეტოქე მწვანე კუთხეში დავით მუშკუდიანი. დავით მუშკუდიანი არის 22 წლის. იგი იწონის 65 კილოგრამს. მის სიმაღლეა 172 სანტიმეტრი. კლუბი გუდიანი. დავით მუშკუდიანი ძინაიტმეარ მეცახელი 22 წლის არის 172 სანტიმეტრია. მისი სიმაღლე 65 კილოა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწრაფი უნდა იყოს, როგორც მუშკუდიანი, ასევე მისი მეტოქე. მესტიას წარმოადგენს სვანია დათა. გუდიანი თიმის წარმომადგენელია, პროფესიონალური რეკორდია კრევში 2-0, ხოლო მუშკი კრევში 3-0 აქვს. საყვარელი ილეთი და დასრულების მეთოდი, როგორც მან განაცხადა ინტერვიუში, არის ის, რომ გამორჩეულად არაფერს არ აქცევს დიდ ყურადღებას, უსმენს მწვრთნელს და აკეთებს თავის საქმეს. იგრძნობა ხო ლევან ციკლაურის გავლენა. იგრძნობა. 6 წელია სპორტშია და მისი მთავარი მიზანი არის სახენის მოხვეჭა და ის, რომ მომავალში მისმა შვილებმა მისი ბრძოლის ნახვის შემდგომ აქტოვანება არ დაყალოს და იამაყონ მის. ასე განაცხადა. რეფერი რინგზე შალვა გუჩმაზოვი. ისევ შალვა გუჩმაზოვია, ჩვენი რეფერი ძალიან გამოხდილი კრივში. ძალიან საინტერესო ჯარჯი როგორ ფიქრობ? ძალიან როგორ ფიქრობ? უნდა ველოდოთ ისევ 3 რაუნდს თუ უნდა ველოდოთ გაადრევ დასვლა. ძალიან გაწმილები ჩანან ბიჭები და კარგ ფორმაშია ორივე. ოსიტაშვილს აქტიური ბრძოლა იქნება. ოსიტაშვილი იცნობს, ოსიტაშვილი იცნობს პენტაგონის ხუთკუთხედს, ანტონ ციცილაშვილი დაამარცხა. მან ძალიან კარგი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ მახსოვს მიყავდა, ერთად მიყავდა ის საღამო და კარგი სტრაიკერი. საკმაოდ გამაზიანებელი ხელები აქვს ამ ბიჭს, ხმელი ხელები, როგორც ითქვა და საკმაოდ გამაზიანებელია. ნახოთ ახლა ოსიტაშვილი მუშკუდიანი კარგად დგას ცენტრი. აი ხა კარგად ავიდა სერიად, თუმცა კარგი აფეთქების მცდელობა იყო ახლა მუშკუდიანის მხრიდან. ცენტრი ხან ოსიტაშვილს უჭირავს, ხან მუშკუდიანს. ესე გამოკვეთილი პირველი ნომერი არ ყავს. ართმობენ ბიჭები არც ერთ ნაბიჯს. ძალიან სწრაფები არიან ორივე და ნახეთ როგორი ფეთქებადია მუშკუდიანი და ოსიტაშვილი ძალიან კარგად. მარცხენა კარგად მუშაობს კორპუსი თავი მუშკუდიანი. კარგად მუშაობს ახლა. ბევრი ფეიკები ოსიტაშვილმა ეს არ შევიდა. არ ჩვენა მარცხენა. კარგი კომბინაცია აქვს, დაყენებული კომბინაცია აქვს, ტანი და აი ახლა ოსიტაშვილი შეუტია ახლა. ძალიან სანახაობრივი ბრძოლა. ახლა ფეთქებადი ბრძოლაც არის ჯარჯი და ტექნიკური ბრძოლაც არის. 65 კილოგრამში ძალიან მაღალი ტემპი. როგორც ყოველთვის წონითი კატეგორია გამოირჩევა თავისი როგორც ძლიერი დარტყმებით, ასე სისწრაფით. თანაბარი ბრძოლა, ესეთი თანაბარი მეტოქები, აი ხა კარგი მარცხენა ბოლო 10 წამში თუ გადაწყდება უსმია ეს რაუნდი, იმიტომ რომ ძალიან ახლო ბრძოლა იყო. პირველი წუთი მიიწურა სანიშნავი დაპირისპირების. ოსიტაშვილი მუშკუდიანი წინააღმდეგ. ინტერპრეტაცია სხლიანთია.
ხუთკუთხედში. ამოდი არ გაუჩვენო. ეხლა მითითებებს აძლევს რეფერი. 30 წამია დარჩენილი. მარცხენა კარგად მუშაობს მუშკუდიანი მარჯვენა მარცხენა. გადიხერებს და კარგი ორიანი. კარგად მუშაობს კი მუშკუდიანი და ოსიტაშვილიც მეორე ნომრიდან თითქოს კარგ პასუხებს კარგი სერიები აქვს ოსიტაშვილსაც ნამდვილად. უშეყავათ ბრძოლა. კარგი სერია იყო ნიკა მართლა. კარგად გადავიდა პირველი რაუნდში. რაუნდში იყო ყველაფერი იყო და ძალიან ახლა პირველი რაუნდი აი არ ვიცი. ძალიან მაგარი პირველი რაუნდი. რივის მასტერ კლასი გვაჩვენეს. ბიჭები ძალიან მაგრად მუშაობდნენ ტანში, აი ახლა უყურებთ ოსიტაშვილი რა კარგად მუშაობდა, შემდგომ ეფექტურად დადიან ასევე მაღალ სართულზე და ძელ სერიებზეა გათვლა უფრო ოსიტაშვილს და პეთქებადი მუშკუდიანს და ეფექტებად უფრო პეთქებადია მუშკუდიანი. რაც საკმაოდ საშიშია როგორც ყოველთვის მსგავსი პეთქებადობა და ტანითავის სულა რაც დამაბნეველია და გამსვლელიც არის სხვათა შორის ჯარჯი ნიკოლოს აქვს დისტანციის უპირატესობა, წვდომის უპირატესობა, მაგრამ მუშკუდიანი ფეთქებადად ძალიან მალე ხვდავს აი ამ დისტანციას. სტრაფია. ცოტათი უფრო სტრაფია ჩემი აზრით მუშკუდიანი ოსტაშვილზე, თუმცა ოსიტაშვილს აქვს აი არ ვიცი გრძელი სერიები. ჩახურა მარცხენა შეიძლება ტანიდან კარგად დადის, ძალიან კარგად დადის თავში და ცოტა მეტი ზალა უნდა ხა კარგი ჰუკი იყო. აქტიურად დაიწყო მეორე რაუნდი ბიჭებმა. აქტიური გაცვლები შეიძლება ყველაფერი. აი ეხლა დასრულდეს. ცეცხლი დაანთეს 10 წამში. ჯარჯი. კარგი მარცხენა ჰუკი. ხმები აკმესმის. და გამძლეობა აქვს ამ ბიჭებს მართლა შესაშურია. კარდიოზე გამძლეობა ძალიან მოქმედებს ეს ტანში აძვრინა ორიანი არეკუდიანი ბიჭებს. კარგი ბოდიშათები ოსტაშვილის შესრულები. ეხლა გააცალკევებს არ დასჭირდა რეფერის. კარგად შევიდა ეხლა ცოტა ისვენებენ ბიჭები დისტანციაზე. ძალიან დიდი ტემპი დაიწყეს, აქტიური ტემპი დაიწყეს. მეორე რაუნდი, არ ვიცი, ჰოლოვეი გეიჯი გამახსენდა ბოლო 10 წამი. და კარგად მოუვარდა, ეხლა უნდა გაჩერდეს. კიდევ ექნება ბიჭებს ახლა რამდენიმე წამი დასვენების საშუალება. კარგი ბოდიშოთები ოსტაშვილი კარგად გადავიდა. აი ამას ვამბობდი ტანიდან თავის ჩახურვა. აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სიცითლეები ეთყობა ტანზე. ორივე სიცითლეები, მაგრამ მუშკუდიანს უკვე. კარგად შევიდა ეხლა თავით და სტუდია შედარებით მოკლე სერიები აქვს, რასაც ოსიტაშვილზე ვერ ვიტყვით ოსტაშვილი. კი 1 2 3 4 6-იან კომბინაციებსაც თავაზობს და მე-6-ესაც აყოლებს. მარცხენა აბერტა 4 ტანში ურტყავს და მე უკვე 2 თადის სახეში. კიდე გადმოვარდა. ამჯერად ჯარჯი რა სიტყვა ძალიან ახლო რაუნდებია. აი როგორც დუტას ბრძოლა იყო საკმაოდ დრამატული და როგორც კიკბოქსინგის ისე K1-ის და ბოქსის მასტერ კლასი ეს ბიჭები ნამდვილ ბერნაკლ ბოქსინგს თავაზობენ სრული დატვირთვით და სრული ტექნოლოგიით. კარგად არიან მომზადებულები ყველა ასპექტში. არ ვიცი მესამე რაუნდი ალბათ ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან ბევრ ამის გადაწყვეტს მესამე რაუნდი ამ ბრძოლაში. აი ამაზე ვსაუბრობ მუშკუდიანი ძალიან მალე ხურავს დისტანციას. მუშკუდიანს აქვს საკმაოდ პეთქებადი ჰუკები, თუმცა მოკლე სერიებს აკეთებს რაც ჩემი აზრით. ქულებში რა თქმა უნდა ოსიტაშვილი თუ ქულებამდე მივიდა უფრო მეტ ქულას ოსიტაშვილი უფრო დიდ სერიებს აკეთებს. არ ვიცი როგორ შეაფასებენ საჯები ნიკა, თუმცა ძალიან სასიამოვნო ამ ბრძოლის ყურება. დასრულდა მეორე რაუნდი.
ბევრი დარტყმა მიიღეს მებრძოლებმა ტანში, რა დიაფრაგმაზე მოქმედებს სულფა ირევა და მესამე რაუნდ შეიძლება აი ამ ყველაფერმა თავი იჩინოს და გადაწყვიტოს სრულად ბრძოლის ბედი. მესამე რაუნდში ეს ბოდიშოტები თავის დივიდენდებს აუცილებლად გადაიხდის ჯორჯი, აუცილებლად, მაგრამ ბიჭებს ჰქონდათ აქ ორჯერ კაპი გადმოუვარდათ და ჰქონდათ დასვენების საშუალება. ნახოთ მესამე რაუნდში, მე ვფიქრობ, რომ მუშკოდიანი უნდა გააქტიურდეს, მუშკოდიანმა უნდა გამოიყენოს ის, რომ ძალიან ფეთქებადია, მალე ხურავს დისტანციას და როდესაც მუშაობს წანში, შემდგომ უკვე კომბინაციები აუცილებლად უნდა მიაყოლოს. ზედა მუშკოდიანი უფრო სონსდებს 2-3 ფეთქებად დარტყმაზე, თუმცა შეუძლია დარწმუნებულად დიდი სერიების გაკეთებაც. გამძლეობაზეც მოქმედებს ეს. ძალიან დიდ ძალას დებს იმ 2-3 დარტყმაში მუშკოდიანი. ეხლა იღებს ლევანტი კლაუდის გამეთითებებს. საინტერესოა ეხლა როგორი სტრატეგიით გამოვლენ ბიჭები, შემოგთავაზებენ იმავეს რაც პირველსა და მეორე რაუნდში. მესამე რაუნდი ნახავთ განსხვავებულ რაუნდს. კარგი ჯები. ოსიტაშვილს უთხრეს რომ ჯები ემუშავებინა და არ დააყოვნა იმავე წამს ორი ჯები აიქნია მუშკოდიანის. კარგი პირდაპირი იყო. ოვერჰენდი. გააქტიურდა მუშკოდიანი, აი ამაზე მქონდა ზუსტად საუბარი ჯარჯი, ამაზე მქონდა რომ აიჭირდება. საკმაოდ ძლიერი ოვერჰენდი იყო. არც შეიმჩნია ოსიტაშვილმა, მაგრამ უეჭველად ეთკინებოდა. შეუძლებელი ესეთი დარტყმა შეუძლებელია. ესე შეჭამოდა, გააგრძელო, თითქოს არაფერი არ მომხდარა, არ ვიცი ფოლადის ყმა უნდა ქონდეს მართლა. ცოტა დაეტყოთ, დაგრილობა. ნამდვილად ძლიერი ხელები და გეთხოვა სისტრაფეზე. კარგად შედის, აი ამ ჰუკი კარგად შედის მუშკოდიანი. კლინჩი უნდა გააჩეროს, უნდა გააჩეროს და გააცალკეოს რეფერი მებრძოლები. 45 წამი ახლა კარგად მუშაობს. კარგად გაუტარა ეხლა ეს კომბინაცია ოსიტაშვილმა და კიდევ ხუნდებს წერს კარგად მუშაობს. აი ეს არის დივიდენდები შენი საყვარელი სიტყვა მისესხებ. კარგი დივიდენდებია აგროვა ოსტაშვილმა. ჯუტად მიწევს მუშკოდიანი წინ მარცხენა ჰუკი რომელიც აირიდა და ეხლა ოსიტაშვილს და დაღლილობა ეთყობა და მუშკოდიანმა ნახოთ მუშკოდიანი რამდენად შეძლებს ამ ყველაფრის გამოყენებას. ორივე მებრძოლს და მართლა შეუძლებელია ნიკა აი ესეთი დარტყმების შემდეგ დიაფრაგმა და სულფა კარგი აბერქათი იყო ეხლა ბიჭები ყველა ასპექტში კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არიან იდეალურად მომზადებულები. ეს არის მათი თუნელების, მათი კუთხეების დამსახურება და ორივე ეთყობათ რომ ბევრი აქვს ნაშრომი ამ ბრძოლისთვის. ძალიან თანაბარი ბრძოლა. ორივე ძალიან მომწონს ტექნიკურად, ძალიან მომწონს მუშკოდიანი როგორ ხურავს დისტანციას და ძალიან მომწონს აი ეს გრძელი 6-იანი კომბინაციები ოსიტაშვილის შესრულებით. ძალიან ლამაზად გამოიყურება ყოველ შემთხვევაში. აი ხო, კარგი მარცხენა თვითონ შეაბარდაცა. ბადურამ შემოგთავაზა კიდე აი ეს გრძელი კომბინაციები პენტაგონ 1-ზე. ძალიან კარგად იმუშავა ბრძოლა იყო მარგიშვილი, ბადურაშვილი. როგორც ვიცი, რემატჩი ტრილოგია იყო ეს ბრძოლა, რომელიც ბადურას გამარჯვებით დასრულდა. პენტაგონ 2-ს რაც შეეხება, არ ვიცი, სასწაული ბრძოლებია. სრულდება მესამე რაუნდი. აი ესეთი ბრძოლები ნებისმიერ ორგანიზაციას ძალიან კარგად დასრულდა. კარგად დასრულდა ეხლა მესამე რაუნდი. ატივისება გამოხატეს ბიჭებმა ერთმანეთის მიმართ. სულ დასაფასებელი ესეთი ბრძოლის შემდეგ ჩვენ ეხლა ჯარჯი რა თქმა უნდა სისხლი ამბრძოლებს ყოველთვის ვემხრობით და ველოდებით, მაგრამ ისიც კარგია რომ ბიჭებმა ტრავმების გარეშე დაასრულეს ეს სამი რაუნდი. არ იყო სისხლი, მაგრამ იყო ძალიან ლამაზი სანახაობა. მე პირადად დასიამოვნები ვარ აი ამ ბრძოლით. ორივე მებრძოლს ფართო ასპარეზე უსურვებ წარმატებას, როგორც არ უნდა დასრულდეს
დასრულდეს ეს ბრძოლა, ვისი გამარჯვებითაც არ უნდა დასრულდეს. საამაყო ვარ, რომ საქართველოს ესეთი ათლეტები იზრდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევენ. 19 წლის არის ნიკა ოსიტაშვილი და 22 წლის არის დავით მუშკუდიანი და ისე იომეს და ისე იბრძოლეს, გეგონება ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი წლებია, რომ აი ამ სპორტში არის. ამ ბრძოლაში გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვებულია დავით მუშკუდიანი. დავით მუშკუდიანი ჩვენი გამარჯვებული. გულოცავთ ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება. ესეთ ბრძოლებს დამარცხებული არ ყავს, მე უფრო ვიტყოდი, თუმცა დამოწილმა მსაჯებმა დაითვალეს გაყოფილი გადაწყვეტილება იყო, რაც მესამე რაუნდმა დაუღნიშნოთ. მესამე რაუნდმა გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი. მოусმინოთ ეხა დავით მუშკუდიანი. პირველ რიგში მადლობა ფასყოლაფისთვის. მადლობა, მოდი მადლობებით ავიღოთ. მადლობა ლევან ციკლაურს, ჩემს მწვრთნელს, რომ აქამდე მომიყვანა და ეგეთი ბრძოლა ჩამატარებით. მერე მადლობა ზური მუშკუდიანს, ჩემს პირველ მწვრთნელს, რომელმაც შემასწავლა საერთოდ ეს სპორტის ხელოვნება და მადლობა. მერე მადლობა ჩემს მაკაცებს, ჩემს მეორე ნახევარს. და ორა მადლობა ამ ორგანიზაციას, რომ მომცა შესაძლებლობა და აქ გარიყავი და დამეხარჯა ენერგია და მეჩვენებინა ეს რა ვიცი რას გაჩვენეთ. და მადლობა კიდევ ერთხელ უფალს. გავახრეოთ